ზოგჯერ ქალის გზა დედობამდე ძალიან რთულია. სამწუხაროდ მედიცინის განვითარების მიუხედავად, ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა მაინც აქტუალური პრობლემაა. მე ვარ რეპროდუქტოლოგი, მე ან გინეკოლოგი ანა ფანცხავა და დღეს ვისაუბრებ ჩვეულ აბორტზე. ეს არის მდგომარეობა, რომელიც მოიცავს 2 და მეტ შეწყვეტილ ორსულობას გესტაციის 22 კვირამდე. სწორი დიაგნოსტიკისთვის პირველ რიგში უნდა მოხდეს წყვილის სრული სამედიცინო ისტორიის შესწავლა. მთელ მსოფლიოში ჩვეული აბორტის მიზეზი 50% შემთხვევაში დაუდგენელია. რა რისკ ფაქტორები არსებობს? ეს არის ასაკი, 35 წელზე მეტი, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება, სიმსუქნე ან სხეულის მასის დეფიციტი და სპერმის ხარისხის დაქვეითება. ამიტომ აუცილებელია პარტნიორის გამოკვლევა. აბორტის გამომწვევ მიზეზს და დიდ წილს შეადგენს ნაყოფის ქრომოსომული ანომალიები. ამიტომ რეკომენდირებულია აბორტირებული მასალის ციტოგენეტიკური კვლევა და წყვილის გენეტიკური კარიოტიპირება. შემდეგი მიზეზი ჩვეული აბორტის არის ენდოკრინული სისტემის დისფუნქციები, მაგალითად, არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, პროლაქტინის დონის მატება და მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზის უკმარისობა. ჩვეულ აბორტს ასევე იწვევს პათოგენური ინფექციები. დღესდღეობით ორსულობის შეწყვეტაში დიდ როლს ასრულებს თრომბოფილიები, რომელთა დროსაც სისხლი მეტისმეტად სწრაფად დიდდება, წარმოიქმნება მიკროტრომბები, რომლებიც სისხლძარღვის სანათურს ავიწროვებს ან სრულად აღშობს და სისხლის მიმოქცევას არღვევს, რის შედეგადაც ნაყოფი ვერ იღებს საკმარის რაოდენობას მისთვის საჭირო ნივთიერებებს და ორსულობა წყდება. არსებობს თრომბოფილიების შეძენილი, ანუ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და თანდაყოლილი, რომელშიც ყველაზე მეტად გამოირჩევა ლეიდინის მუტაცია, პროტრომბინის C და S დეფიციტი და ასევე ანტიტრომბინ 3. ორსულობის ადრეულ ვადაზე შეწყვეტა ხშირად განპირობებულია საშვილოსნოს ორგანული დაზიანებებით. ესენია საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიები, შეხორცებები საშვილოსნოს ხრუში, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოს ხრუს პოლიპი. საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიების დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებული, ხელმისაწვდომი და სარწმუნო მეთოდი ულტრაბგერითი გამოკვლევაა. განირჩევა საშვილოსნოს ანომალიების რამდენიმე ჯგუფი. პირველი ჯგუფი დისმორფული საშვილოსნო, რომელიც მოიცავს S ფორმის საშვილოსნოს და ინფანტილურ საშვილოსნოს. ორივე მათგანისათვის დამახასიათებელია მცირე ზომის ღრუ. აქ მნიშვნელოვანია ენდომეტრიუმის მოცულობის განსაზღვრა. ენდომეტრიუმის მოცულობა არის ახალი ობიექტური პარამეტრი ენდომეტრიუმის მიმღებლობის დიაგნოსტიკისთვის. მეორე ჯგუფი არის უნაგირა საშვილოსნო. საშვილოსნოს ფორმის უმნიშვნელო დარღვევა, რაც იწვევს საშვილოსნოს ფუძეში მცირე ჩაღრმავებას. მესამე ჯგუფი ტიხრიანი საშვილოსნო. ამ დროს საშვილოსნო ფუძესთან კედელი ისეა გასქელებული, რომ ტიხარს ქმნის და საშვილოსნოს ხრუში იზნიკება. მეოთხე ჯგუფია ორქიანი საშვილოსნო. ის ცნობილია როგორც გულის ფორმის საშვილოსნო. აქვს ორი საშვილოსნოს ხრუ და საშვილოსნოს გარე ზედაპირის ჩაღრმავება. მომდევნო ჯგუფია ერთქიანი საშვილოსნო. ამ დროს ხრუს აქვს მოგზო მილის ფორმა და ერთი ფალოპის მილი. და გაორებული საშვილოსნო, ამ იშვიათი პათოლოგიის ქალებს აქვთ ორი საშვილოსნო, ორი ცალკე ენდომეტრიუმი და ორი საშვილოსნოს ყელი. ორსულობის შეწყვეტა განაჩენი არ არის. არ თქვა თუ არ ითქვას ოცნებაზე. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.